თქვენ რა სიტყვით? უბრალოდ მე ხლა გავიხსენებ უბრალოდ ძალიან მარტივ წინადადებას დეკასტელისა ქართველებმა განანათლეს თელი სოფლიო და წარმოშევს ბერძნული სიბრძნე. ეს ხო არ არის ქართველი კაცის ნათქვამი, ეს არის უდიდესი წარმომადგენელი ვატიკანისა, იმიტომ რომ მე მქონდა საშუალება ვატიკანის არქივებში ბევრი მასალას გავცნობოდი საქართველოსთან დაკავშირებით. დღეს აქ მე მოვედი სწორედ გამაგრებული იმ დაწერილი ტექსტით. არც ერთ სიტყვას არ ვამბობ არც ერთმეც და არც ნაკლებს. ამიტომ საქართველოს როლი ამ წინადადებიდან უკვე ჩანს რამხელა არის. და ამით კი არ უნდა ვიტრაბახოთ, არამედ პასუხებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ისტორიას და სათანადო რომ წავდგებით სწორად სოფლიოს წინაშე, მეცნიერების წინაშე თუ საზოგადოების წინაშე, სწორად უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ბატონო გია, თქვენი კვლევები უკავშირდება უძველეს ცივილიზაციებს. და როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ჩვენი მემკვიდრეობა ერთ-ერთი პირველი ცივილიზაციის ნაწილი? დიახ, ეს კითხვა საკმაოდ საინტერესოა და მე ფიქრობ, რომ ერთ-ერთი თაგანი არის ძველ ცივილიზაციებთან შორის და თქვენ ადრე იკითხეთ რა მიცა საქართველოს, რა მიცა ჩვენმა წინაპრებმა. აი, მე სწორედ ის მომაქვს, რაც დაწერილია. ჩვენმა წინაპრებმა ლითონის ხელოვნება, მესაქონლეობა, სახვნელი კულტურა, კერამიკა, აქ არის სახელმწიფოებრივი ცხოვრება, სარწმუნოება, ხელოვნება, მწერლობა, ყველაფერი. რომელიც ეს არის გამოკვლევა გიორგი ჩიტაიასი, ასევე მიხეილ წერეთელის, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობდა და ძალიან მაღალი დონის მეცნიერები, რომლებიც არიან. საქართველოს ძალიან ბევრი მიცა და ამისი ფაქტი აი ამ წიგნში მე შემიძლია ვაჩვენო თამამად, ეს მარტო სპეციალისტებმა იციან და საზოგადოებამ არ იცის. ეს არის პროფესორი აკაკი ურუშაძის წიგნი ძველი კოლხეთი არგონავტების ხუნებაში. აქ ბატონო გია წერია ძველ ბერძნულად და ქართული თარგმანი გვერდით. აქ წერია ის, რომ ქართული კულტურამ, ანუ უძველესმა კულტურამ, კოლხურმა კულტურამ შექმნა ევროპა. ეს არის ის ჩვენმა საზოგადოებამ. ვიტრო სპეციალისტების გარდა ამ საკითხებზე, რომ განიცდიდა ქალბატონი ნინო ჭუმბურიძე, რომელმაც უხელმძღვანელა, რომ შექმნილიყო ახალი წიგნი. ეს თბილისის მერის კახა კალაძის დაფინანსებით შეიქმნა 23 ავტორია ამაში. აქ მოცემულია სწორედ თანამედროვე მონაცემები, არქეოლოგიური ჩემი კვლევები თავისთავად. ამ წიგნშია არგონავტიკა, მედია, მითი და ისტორია. აი ამ წიგნში მე ფიქრობ, რომ ქართველმა კითხველმა უნდა გაიგოს ის, რაც უსაზღვრო დიდ რამე მიცა საქართველოს მთელ მსოფლიოს. რაც ჩამოვთვალეთ ამის გარდა. მედიცინა, ქალბატონი ნინო ჭუმბურიძე მედიცინის მეცნიერების დოქტორი გახლავდა, მას სწორედ მედიას საკითხები აინტერესებდა და ყველა ქართველ მეცნიერს, ვისაც გვაქვს ამაზე რამე დაწერილი მედიასთან დაკავშირებით, შეკრიბა და ამ წიგნში მოათავსა. ახლა მე დიდ მადლობას ვეუბნები თბილისის საკრებულოს, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენ რომ ეს წიგნი თბილისის საკრებულოში წარმოგედგინა. მადლობა ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც შექმნეს ეს. აქ არის სიმონ ყაუჩიშვილი, პანტელეონ ბერაძე, მე უნდა ვთქვა ეს გვარები, გრიგოლ წერეთელი, აკაკი ურუშაძე, თინათი ყაუჩიშვილი, რისმან გორდეზიან, რომ ჩვენ გვაქვს წდომა ძველ ბერძნულ ტექსტებზე, სადაც უშუალო წერია ქართველებმა რა გააკეთეს მთელი სოფლიოს ისტორიისთვის. აი, ბერძნულ იმაში სამი მიმდინარეობა მითების, არგონავტების შესახებ, უმთავრესია თებეს მითები და არის კიდევ მითი მესამე, რომელიც სამსახოვნად და დაყოფილი, მაგრამ არგონავტების მითში უმთავრესია აიეტი, კირკე, მედია, პასიფაე, რომლებზეც დგას დღეს ევროპული ცივილიზაცია. ლუვრის მუზეუმში თქვენ როცა შეგრძანდებით, გარეთ ფასადზე, სწორედ ეს ხალხია გამოხანდაგებული, მაგალითად პასიფაე და კირკე. და ქართველმა ეს არ იცის. ვიტრაბახოთ კი არა, უფრო დიდი პასუხებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ისტორიას. ბატონო კი ამ წინადადებას გავაგრძელებთ, ერთგარ მილო იყო ასეთი ევროპელი მოღვაწე და ასეთ წინადადება თქვა, ბევრმა ქართველმა შეიძლება ეს არ იცის. ვერ განთავისუფლდება სოფლიო, თუ არ განთავისუფლდა საქართველო. აი მაგალითად ლაიბნიცი იყო დიდი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასე შემდეგ. მისი ხელნაწერები ჩამოვიტანეთ თბილისში, ორიგინალების ასლები, საოცარ რამებს წერს ქართულ ენაზე 1696 წელს აქვს გამოქვეყნებული. ადარეს რომ ქართულ ენაზე მე სპეციალურად ვისწავლე ეს ენა, სრულად არ იცის ენა, მაგრამ ვსწავლობ, რომ ეს განსაკუთრებული ღვთის ენა არის.
ასე ამბობს თვითონ და ადარებს რომ ეს ინდოევროპული ენებს არ გავს ეს ცალკე რაღაც მდგომი ენა არის და ევროპაში ეს ენები უნდა ისწავლებოდეს განსაკუთრებით ეს კავკასიის ენებზე საუბარი თუ სოფლიო წინ წავიდესო აუცილებელია ეს ენები იცოდესო აი ჩვენ გვაქვს სიტყვები რადგანაც თქვენ ბრძანეთ რამდენიმე სიტყვა და ქართველმა არ იცის ჰომეროსის ილიადა და ოდისეაში რამდენიმე სიტყვა არის ქართული წარმოშობის და ქართულმა საზოგადოებამ ეს არ იცის მაგალითად ტყავი ოქროს საწმისი ბერძნულად შეეძლო ქრისტოს დერმასოს ერქვა იმას რა ქვია ჰომეროს მაგრამ მან თქვა კოას ანუ ტყოვო ანუ ტყავიდანაა ნაწარმოები რომელიც ეს დამტკიცებულია ვიცით წერილობით ძეგლებიდან ზუსტად რომ ასე იკითხება და ასე ეწერ ყველაფერი გადამოწმებულია ქართველი მეცნიერების მიერ მე ყველაფერი შევამოწმე აბსოლუტურად მთელი ქართული სამეცნიერო წრეების ნაშრომები ვატიკანში სათითაოდ ამოვიღე ეს მასალები და ყველაფერი გადამოწმულია ახლა აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან დიდი მისია გვაქვს ედგარ მილომ როგორც თქვა ოღონდ უნდა წარვადგინოთ სწორი ფორმით სწორად ვესაუბროთ ევროპელებს იმიტომ რომ მათ ციგნებში წერია ეს მე შემიძლია ბევრი ავტორი დავასახელო 20-მდე ძველი ევროპელი მეცნიერების ნაშრომები სადაც ეს ყველაფერი კარგად წერია და ქართველებს ექნება ეს დრო რომ ეს სიტყვა კარგად თქვან ბატონგია სანამ ევროპელები ამას გაიგებენ ქართველებმა უნდა გაიგონ მოსავალი არის აი ის რასაც ქართველი მეცნიერები აკეთებდნენ ივან ჯავახიშვილი ბერძენიშვილი და ჯანაშია ეს ციგნი ინახებოდა თქვენ გადაცემაში ჰქონდათ 4 წელი იყო რამდენჯერმე გამოიცა ეს 53-ში 46-ში 48-ში და კიდევ და შემდეგში აიგრძალა იმ ციგში არის რიგი მასალა შეტანილი და ვთხოვ ახლა ქართველ ისტორიკოსებს ძალიან თხოვნით მიმართავ რომ ეს ციგნი მთლიანად ვერ დაბრუნდება მაგრამ იფიქრონ იმაზე რომ რაც შეიძლება ზომიერეს ფარგლებში ახალი საქართველოს ისტორია დავწეროთ მე არ მივიღებ ამაში მონაწილეობას თავად ისტორიკოსებმა გააკეთონ ის რაც არის ობიექტური დიდება უფალს საქართველოს გამარჯვება დიდება უფალს და გაუმარჯოს საქართველოს ქართველ ერს გაუმარჯოს მან თავისი როლი გაიაზროს კარგად და ის შემოქმედებითი ნიჭი რაც აქვს თლიანად გამოამზეუროს ღვთის ძალით მე იმედი მაქვს რომ ეს მოხდება თქვენ დიდი მადლობა მოწვევისთვის და ყოველ თქვენთაგანს ღმერთმა გაგაძლიეროს